ნოე რამიშვილის შვილიშვილმა მიშელ რამიშვილმა ეროვნულ არქივს ბაბუის პირადი წერილები და მათი ოჯახის საარქივო მასალა გადასცა. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნოე რამიშვილის მიერ მეუღლისთვის 1924-30 წლებში გაგზავნილი წერილები, რომლებიც ნათლად წარმოაჩენს ქართველი პოლიტიკოსის ხასიათს, მის დამოკიდებულებას და სიყვარულს. მიშელ რამიშვილმა ეროვნულ არქივს ასევე გადასცა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთის ბიუროს პერიოდული გამოცემა ჩვენი დროშის 1950 წლის ნომერი, ქართული პერიოდული პრესის ნიმუშები და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დოკუმენტები საქართველოში იყოს, რადგან ისინი საქართველოს ისტორიის ნაწილია. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რომ ამ დოკუმენტების ასლები შევინახოთ. ორიგინალები კი უმჯობესია აქ შეინახოს. მნიშვნელოვანია, რომ ეს დოკუმენტები უსაფრთხო ადგილას ინახებოდეს და პროფესიონალების ხელში იყოს. როდესაც ბევრს მოგზაურობ, არ იცი სახლში რა შეიძლება მოხდეს. ამიტომ ჯობს უსაფრთხოდ იყოს დაცული და სხვა ადამიანებმაც შეძლონ ამ დოკუმენტების გაცნობა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში ინახება ძალიან მრავალფეროვანი მასალა პირველი რესპუბლიკის შესახებ. ამ დოკუმენტებს შორის გახლავთ პირველი მთავრობის მეთაურის ნოე რამიშვილის პირადი ფონდიც. და დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ფონდს შეემატა არაჩვეულებრივი გამორჩეული დოკუმენტების კოლექცია, რომელიც მისი ოჯახიდან გადმოგვეცა.